მასშტაბებად სასერტიფიკაციო გამოცდები ფიზიკაში 2024 წელი ამოცანა ნომერი 24. წყალბადის ატომში ელექტრონის დასაშვები ენერგიები განისაზღვრება ფორმულითო n - e შეფარდებული n კვადრატთან, სადაც n ნატურალური რიცხვია, წყალბადის ატომი ახსნებული არისო n - 1 დონეზე, პლანკის მუდმივა არისო h და გვეკითხებიან ძირითად მდგომარეობაში დაბრუნებისას გამოსხიველი ფოტონის სიხშირე რისი ტოლი იქნება. აი, ჩავწეროთ მოცემულობა, მოცემულობით ჩვენ გვაქვს რომ თვითონ ელექტრონის დასაშვები ენერგია n განისაზღვრება შემდეგი სახით n - e შეფარდებული n კვადრატთან, სადაც n ნატურალური რიცხვთა სიმრავლეს ეკუთვნის, n ეკუთვნის n-ს, ასე და h არის პლანკის მუდმივა და გვაინტერესებს, ესე იგი n - 2-დან, ეს ჩავწეროთ n - 2-დან, როცა გადავა ეს ჩვენი წყალბადის ატომი ძირითად მდგომარეობაში, ანუ გადაგვყავს ჩვენ მდგომარეობაში, როდესაც n 1 უდრის უკვე 1-ს. ასე. და გვეკითხებიან, ხო, რა რის ტოლი იქნება სიხშირე ამ შემთხვევაში, ნიუს. კარგით, ახლა ამოცანის ამოსახსნელად შეგვიძლია გამოვიყენოთ ბორის პოსტულატი. პირობითად ამას ბორის მეორე პოსტულატსაც ეძახიან ხოლმე, რომელიც შემდეგში მდგომარეობს, რომ ატომი გამოასხივებს ან შთათქავს ფოტონს, მაშინ როცა ელექტრონი ერთი სტაციონარული ორბიტიდან მეორეზე გადადის, ხოლო თვითონ ფოტონის ენერგია განისაზღვრება ამ დროს შემდეგი სახით h-ნიუ, ფოტონის ენერგია ტოლი არის, ჩვენ შემთხვევაში რის ტოლი იქნება? ჩვენ შემთხვევაში იქნება n2 - n1. შესაბამისად, აქედან ეს ტოლი იქნება n2 ტოლი იქნება, ესე იგი აქ უნდა ავიღოთ n-ის მაგივრად 2, ეს ტოლი იქნება -e შეფარდებული 2-ის კვადრატთან, 4-თან. ამას კიდე გამოვაკლდება -e შეფარდებული, უკვე ახლა n-ის მაგივრად უნდა ავიღოთ n1, რომელიც 1-ის ტოლია, შესაბამისად შეფარდება იქნება 1-ის ტოლი 1-თან. საიდანაც ეს უდრის, ეს ტოლი იქნება s გამოკლებული e4-დი, ეს ტოლი იქნება 3e4-დის, ხო? საიდანაც ჩვენ გამოგვდის, რომ h-ნიუ ტოლი ყოფილა 3e4-დის და აქედან სიხშირისთვის მივიღებთ შემდეგ გამოსახულებას, სიხშირე ტოლი იქნება 3e შეფარდებული 4-ნიუსთან. ეს კი არის რომელი პასუხი შევხედოთ, ეს არის პასუხი G.